გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო და ჩემო საყვარლებო. დღევანდელი გაშლის თემა იქნება ასეთი, მოდი ესე უცებ გავშალოთ ესეთი თემა. დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, დაბრუნდება თუ არა. და ნახოთ, დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. თუ გაინტერესებთ ჩემი გაშლები, გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი და მოდი ახლა განვიხილოთ თემა. დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. აჰა. ეს გაშლა ამჭერდოს თვლიფინებ. ეს გაშლა რეალურად მათთვის არის სადაც ურთიერთობაში მოხდა ესე ვთქვათ ერთი მეორის დაკარგვა, მნიშვნელოვანი ადამიანები იყავით ერთმანეთისთვის და ერთმა მეორე გაუშვა, ან თავად მიატოვა, მაგრამ ესე ვთქვათ გულით მაინც ვერ გათავისუფლდა, რადგან ისევ ენერგეტიკულად და ყველანაირად თქვენთან არის ჩართული და უჭერს უთქვენობა, ხო? ეს ვიდეო არის მათთვის რეალურად ვისთანაც რთული სიტუაცია გათამაშდა პიროვნების არაგონივრული საქციელების და გამო, რის შედეგადაც თავად ჩავარდა ძალიან რთულ მდგომარეობაში და ვეღარ აბრუნებს იმ სტაბილურობას და იმ სიხალისაც მის ცხოვრებაში იყო თქვენი სახით. ფონად მაგი გვეუბნება, რომ ეს ადამიანი ამჟამად ცდილობს გააკონტროლოს ყველაფერი, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მისი წესებით იყოს და მოხდეს მომავალშიც, მაგრამ ამ ბარათში ერთი რამ ჩანს, რომ მან უკვე დაკარგა რეალური ბალანსი და ახლა მხოლოდ გარეგნულად ჩანს ძლიერი შინაგანად კი ჩვეულებრივად ძალიან დიდ ქაოსში ეს პიროვნება. წყლიანი კვერთხები და ქურომი ქალი მეუბნება იმას, რომ ამ პიროვნებამ ნამდვილად საკუთარ თავში საკუთარი თავი ჩაიგდო ძალიან რთულ მდგომარეობაში, იგრძნო ზედმეტი თავდაჯერება, ვერ გათვალა მოვლენები წინასწარ და ახლა ცდილობს გამოსავლის პოვნას, რომელსაც ვერ პოულობთან. რეალურად ის ხედავს, რომ თქვენთან დაშორებამ მას არ მოუტანა გათავისუფლება, პირიქით, უფრო მძიმედ აისახა მის ესე ვთქვათ მდგომარეობაზე და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. რვიანი კვერთხები მიგვითებს სწრაფ ენერგიაზე. მაშინ ჩდება სურვილი, რომ რაღაცა შეცვალოს, მოგწეროთ, რაღაცა ენერგეტიკულად მოგიახლოვდეთ, მაგრამ ქურუმი ქალი ამბობს, რომ თქვენ ახლა აღარ ხართ ადვილად მისაწვდომი, ხო? თქვენი სიჩუმე, სიღრმე და ემოციური სიმტკიცე მისთვის გამოცანად იქცა, ანუ თქვენ შეიცვალეთ, აღარ ექცევით ისე, როგორც იგი შეჩვეული იყო, აღარ იბრძოლეთ მისთვის, აღარ მოინდომეთ მასთან ყოფნა და გაკვირვებულია ადამიანი, რომ თუ ეს ის არის, ვისაც მე ვიცნობდი ამდენი ხანი, ხო? დაახლოებით თქვენი ურთიერთობა შესაძლებელია 3 წელს ითვლიდეს, მეც არა. მასაც გეტყვით ისე ესე ვთქვათ, ვისაც წაგადგებათ ინფორმაციულად, ხო? 10-იანი კვერთხები და 3-იანი თასები გვეუბნება, რომ პიროვნება ახლა დიდი ტვირთით ცხოვრობს, თითქოს ყველაფერი ზედმეტად რთულად აქვს ცხოვრებაში, სირთულეებშია, მისი ყოველდღიურობა სავსეა პასუხისმგებლობებით, დედაფიქრით იმაზე, თუ როგორ დაკარგა ვიღაც ძვირფასი, 3-იანი თასები მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა ცდილობს საკუთარი ემოციების გადაფარვას, მეგობრებით, გართობით, ან სხვა გარემოთი, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია. შესაძლებელია სოციალურ ქსელებში საკვირდებოდა, ხან ის გამოიწერა, ხან ის გამოიწერა, ესე იგი არ მაინტერესება, არა შემოკარგებო, ეს ყველაფერი არის ნიღაბი, თითქოს ცდილობს რომ გადაიტანოს ყურადღება სხვებზე, არა იმ კუთხით რომ თქვათ, ან კონტაქტზე გავდის, არა, უბრალოდ, ხალისობს ადამიანი და თქვენ გეჩვენებათ, რომ ის კარგად ზრდავს თავს, არა, ეს არის მისი ნიღაბი. და ბოლოს ესეთ რამეს გეტყვით, რომ სერიოზული წნეხის ქვეშ არის პიროვნება, სიხარული მისი არის ზედაპირული. თუ ხედავთ ეს პიროვნება იღიმის, ან კარგად არის, ან რაღაც თქვენ გარეშე კარგად მოერგო სხვა გარემოს და ასე შემდეგ, არა, ეს არის ძალიან ზედაპირული. გულში ისევ თქვენ ყავხართ და რაკმას ვერ ამოგიღოთ გულიდან. წვრილი პენტაკლები ბოლოში მეუბნება, რომ თქვენ ახლა სრულიად სხვა ენერგიებში ხართ, ეს თქვენი აღნიშნულია ეს არკანი. თავდაჯერებული ხართ, ღირსეული ხართ და დამოუკიდებელი ხართ, არ საჭიროებთ არავის დახმარებას და მხარში დგომას. თქვენ ხართ ვითქმნილება საკუთარი თავისა. ამ არკანით ჩანს, რომ თქვენი შინაგანი ძალა და სიმშვიდე ამ ადამიანს უფრო აინტრიგებს, ვიდრე ოდესმე პიროვნებას უკვე გონია, რომ შესაძლოა ვინმე სხვა ადამიანით ხართ დაინტერესებული, რომ კარგად შეიძლება, თქვენც კაი ინტრიგულად შეიძლება მაგის არკანიდან გამომდინარე, ინტრიგებში ააგდებდეთ, მანიპულირებდეთ, ცდილობდეთ რომ დააჯეროთ, რომ თქვენ კარგად ხართ და
სხვა ადამიანთან დაინტერესებული შესაძლოა მართლაც ხდება და მაინც გინდათ რომ გაამწაროთ და ნუ რაღაც ესეთ მდგომარეობაში ყავთ ეს პიროვნება ვერ პატიობთ რაღაცეებს და მესმის რასაც ცდილობ თქვენ და ძალიან კარგსაც აკეთებთ ვინც ის იღისია ის უნდა მიიღოს ზოგადად ხო ის ხედავს რომ თქვენ არ ელოდებით არ ემუდარებით არ იხვეწებით გაკვირვებულია თუ როგორ დათმეთ და სწორედ ეს ენერგია აძლევს მას თქვენთან დაბრუნების სურვილს რეალურად ეს ადამიანი ფიქრობს დაბრუნებაზე მაგრამ ჯერ კიდევ ეძებს გზას რომ მის ეგოს ასე ვთქვათ არ გადააბიჯოს ისე მტკივნეულად რომ დაზიანდეს მისი ეგო ის ვერ აღიარებს საკუთარ თავში იმ შეცდომებს ღიად რაც თქვენთან მიმართებაში დაუშვა მაგრამ შინაგანად აცნობიერებს რომ თქვენს გარეშე დაკარგა პიროვნებამ დააკარგა სიმშვიდე რა რეალურად დაბრუნება შესაძლებელია მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა თქვენ აღარ იქნებით იმავე ენერგიაში როგორში წარსულში იყავით შემოძვირფასება როგორც კი თქვენ ამ პიროვნებას აი ენერგეტიკულად დატოვებთ ეგრევე ეს პიროვნება თქვენთან მოვა სანამ თქვენ მის ენერგეტიკაში იქნებით ეს პიროვნება არ მოვა იმიტომ რომ გრძნობს ამას და ასე ვთქვათ ეს თვით შეფასება უმაღლდება ახლა ეს ძალაუფლება თქვენს ხელშია თქვენ განსაზღვრეთ დაუბრუნდეთ თუ არა ამ პიროვნებას რომელმაც მაშინ ვერ გათვალა რომ თქვენი დაკარგვა იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა და კარმულად სხვათა შორის კარგათაც ისჯება ასე ვთქვათ ხო დაბრუნდება მაგრამ თქვენ იქ აღარ დახვდებით სადაც ამ პიროვნებამ დაგტოვათ სულ ეს იყო ჩამოკარგებო დაბრუნდება აბა საწავა მაგრამ უღისო დაბრუნდეს მგონი რომ არა იმიტომ რომ თქვენ უკვე რაღაცნაირად უკვე ფიქრებში ხართ რომ მის გარეშე უკეთესად ხართ დაგემშვიდობებით შემოძვირფასებო და კარგებო გისურვებთ მშვიდობას სოლიდარობას სიხალისეს და ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში. კარგად იყავით.